მოგესალმებით. დაგიბრუნდით საინტერესო ამოცანით. ნაწილების ამოცანა არის გავიცნოთ პირობას. ქალაქის სამ რაიონში 12000 მცხოვრებია. რამდენი მცხოვრებია თითოეულში? თუ ცნობილია, რომ პირველ რაიონში მცხოვრებთა 2/3 ნაწილი უდრის მეორე რაიონში მცხოვრებთა 1/3 ნაწილს, 0.5 ნაწილს და მესამე რაიონში მცხოვრებთა 2/5 ნაწილს. მოდი ერთ-ერთი გზა ნაწილების ამოცანის ამოხსნის არის სქემის გამოყენებით და ჩვენც ეს ამოცანა სქემის მეშვეობით ამოვხსნათ. პირველი წინადადება მგვითხრა, რომ პირველ რაიონში მცხოვრებთა 2/3 ნაწილი. ეს იყოს პირველი რაიონი. 2/3 ნაწილი მთელი, ავიღოთ მთელი, დავყოთ სამტოლ ნაწილად და გავაფერადოთ 2 ნაწილი. ანუ პირველ რაიონში მცხოვრებთა 2/3 ნაწილი უდრის მეორე რაიონში მცხოვრებთა 1/3, ანუ ნახევარს. მაშინ მეორე რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სულ დაგჭირდება 4 უჯრა. ეს 2 უჯრა უნდა იყოს მეორე რაიონში მცხოვრებთა ნახევარი, ანუ სულ 4 უჯრა უნდა იყოს, აი ასე. 1/3 ნაწილსა გვითხრეს და მესამე რაიონში მცხოვრებთა 2/5 ნაწილს. ეს ავიღოთ 5 უჯრა. მთლიანი მოსახლეობა. ავიღოთ 5 უჯრა. ორი მეხუთედი ნაწილი და აი 2 უჯრა გავაფერადოთ. 2/5 ნაწილი. დავთვალოთ ახლა სულ ყველა, ვიცით, სულ მთლიანი მოსახლეობა არის 12000 სტოლი. დავთვალოთ, მოდი სულ რამდენი ერთეული მივიღეთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12. ანუ 12 უჯრის, ანუ 12 ერთეულის 12 უჯრის საფასური გამოგვივიდა რამდენი? 12000 რა მცხოვრები. მაშასადამე 1 უჯრის შესაბამისი მცხოვრებთა რაოდენობა იქნება რამდენი სტოლი? 1000 სტოლი. 12 ჯერ ნაკლების. ახლა მოვყვეთ უკან პირობას. თითოეულში რამდენი მცხოვრებია? პირველში 3 უჯრა გვაქვს, მაშასადამე ყოფილა 3000 მცხოვრები, მეორეში 4 უჯრა გვაქვს, 4000 მცხოვრები და მესამეში 5 უჯრა, 5000 მცხოვრები. ამ ამოცანის ამოხსნის, რა თქმა უნდა, უამრავი გზა არსებობს, მათ შორის განტოლების შედგენითაც და ასე შემდეგ, თუმცა ერთ-ერთი გზა სქემის გამოყენებით წარმოგიდგინეთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. არ დაგავიწყდეთ YouTube გვერდის მოწონება და არხის გამოწერა.